დაბა ჩაქვშილაო ჯინჯაოს ჰაგერაკეს სახლის რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან და აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორთან ერთად გაეცნო. შენობა სააგენტოს დაქვემდებარებაშია. სამუშაოების პარალელურად იწყება შენობის ინტერიერის დიზაინზე მუშაობაც. პროექტი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობასაც ითვალისწინებს, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით 19 საუკუნის ბოლოს აშენებულ ლაო ჯინჯაოს სააგარაკეს სახლი საინტერესო გეგმარებითა და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება 1993 წელს საქართველოში ლაო ჯინჯაო 3 წლით მოიწვიეს, თუმცა ჩაქვში 30 წელი იცხოვრა. მან ქართული ჩაის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლაო ჯინჯაოს სააგარაკეს სახლის რეაბილიტაციისთვის 900,000 ლარია გათვალისწინებული. ამ შენობაში მოეწყობა ქართული ჩაის სახელობის მუზეუმი. მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შეეხება შიდა თემატიკას. აჭარის მუზეუმების გაერთიანების მიერ გადმოგვეცემა რამდენიმე დღეში ნივთები, რომლებიც იქნება გამოფენილი ამ მუზეუმში და იმის შესაბამისად განხორციელდება ინტერიერის სამუშაოები. ამ ეტაპზე ბიუჯეტი შეადგენს 900,000 ლარს, ხოლო შემდეგ ინტერიერის სამუშაოებისთვის ისევ იქნება გამოყოფილი სააგენტოდან თანხა, რაც შეეხება ლაო ჯინჯაოს შთამომავლებს ჩინეთში, ჩვენ გვქონდა მათთან მოლაპარაკება. ინტერიერში იქნება 24K LED ტელევიზორები, რომლებიც უსასყიდლოდ გადმოეცემა ამ მუზეუმს. განსაკუთრებული პროექტია ლაო ჯინჯაოს მუზეუმის აღდგენა ჩვენს მეგობრებთან, ჩინელებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე, რომ მაქსიმალურად აღდგენილიყო მისი პირვანდელი სახე და შემდეგ რამდენიმე თვეში სრულად დასრულდება აქ სამუშაოები. პირველადი სახით აღდგება ეს მუზეუმი და დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩინელ სტუმარს ვიხილავთ აქ და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთლიან მუნიციპალიტეტში ყველა ის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ახორციელებს როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ასევე სხვა შესაბამისი უწყებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელოთ ამ პროექტების განხორციელება.